შევეცადეთ დღესაც პიროვნული და კარიერული განვითარების კუთხით შეგვერჩია საინტერესო თემა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ვთქვათ, საინტერესოა რომ დავფიქრდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვთქვათ, ვიდრე კომუნიკაციას, ვერბალურ კომუნიკაციას დავიწყებთ, ჩვენი სხეული უკვე საუბრობს ჩვენზე. და შესაბამისად ხვდებით იმას, რომ ჩვენი წარმატებული კომუნიკაციასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ საუბრობს ჩვენი სხეული. ამ თემაზე უფრო ვრცლად და დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა ლაშა პატარაიასთან, რომელიც მინდა მოვიწვიო პირდაპირ ეთერში, რომელიც სიცრუის თეორიის ავტორი გახლავთ. შესავალში ვახსენე, რომ ეს ჩამოთვალე პროცენტები 55%, 38%, საიდანაც 7% დაგვრჩა მხოლოდ ჩვენს ვერბალურ კომუნიკაციაზე და გამიჩნდა კითხვა, მე რომ ვთქვათ ვიშრომე, როგორ შესავალი როგორ მეთქვა, კითხვები როგორ ვთქვათ შემედგინა, სტრუქტურა ინტერვიუს როგორ ამეწყო, თურმე მხოლოდ 7%-ია ეს ყველაფერი. მოდით გადავამოწმოთ, რამდენად რეალურია ეს მონაცემები და ზოგადად სხეულის ენას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ეთილი, სტატისტიკაზე საუბარი ძალიან რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ეს იცვლება დროთა განმავლობაში. სახელმძღვანელო, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ალან და ბარბარა პიზის, ეს მე-20 საუკუნის თემა არის და ბევრი რამ ჩვენს ქცევაში იცვლება. ის რაც ცალსახაა, შეიძლება ეს რაღაც ნომინალური ცვლილებები იყოს პროცენტულად, 90%-მდე 86% ჩვენი კომუნიკაციის არის სხეულის ენა. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანების პირველი შთაბეჭდილება ჩვენ მიმართ აღქმა, ყველაფერი ეს პირველ რიგში ყალიბდება სწორედ სხეულის ენით. ამის შემდეგ არის უკვე ის თუ რას ვამბობთ და როგორ ვჟღერთ. ანუ ვერბალურს ძალიან ცოტა, ასე ვთქვათ, წვრილი აქვს ამ კომუნიკაციაში. თუმცა კიდევ ერთხელ გააჩნია კონტექსტს და საშუალებებს მოსმენის. ნახეთ, ეგეთი ცნობილი кейსი არსებობს ნიქსონის და კენედის დებატებთან დაკავშირებით. 70-იანი წლების პერიოდია, როდესაც ამერიკის საზოგადოებაში ჯერ კიდევ ახალი ხილი არის ტელევიზია და ძალიან ბევრი ამ დებატებს თვალს ადევნებდა, ნახევარი ადევნებდა, ესე დაემთხვა ტელევიზიის საშუალებით, ხოლო ნახევარი ისმენდა ამ ყველაფერს და ესეთი საინტერესო აღმოჩენა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც უსმენდნენ ამ დებატებს, მხარი დაუჭირეს ნიქსონს. ხოლო ის ხალხი, ის ნაწილი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა ტელევიზიით, მხარი დაუჭირეს კენედის. ამან ძალიან ბევრი კითხვა დაბადა და ადვილად გამოიკვეთა ის, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვერბალურს და არავერბალურს. შესაბამისად, როცა საუბარია ექსპერტიზაზე, გააზრებაზე რაღაცების, აქ უფრო რა თქმა უნდა ვერბალური არის მნიშვნელოვანი, მაგრამ შთაბეჭდილებები, ჩვენი აღქმა, თავდაჯერებულობის, ქარიზმის, ლიდერობის, ყველაფერი ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესში, პოლიტიკაში, მედიაში მას შორის და ყოველდღიურობაში, ეს ყველაფერი მეტწილად ყალიბდება ცალსახად სხეულის ენით, ანუ არავერბალურით. კი ბატონო, აი ამ დებატებზე თქვენ რაც ისაუბრეთ, მახსოვს წერდნენ, რომ ნიქსონს რაღაცა ოფლი აღენიშნებოდა სახეზე, ძალიან ნერვიულობდა, შესაბამისად მანერა ქონდა სხვანაირი და ამიტომაც უფრო, ასე ვთქვათ, კენედისკენ გადაიხანენ, ვინც უყურებდნენ. ლაშა, მე მინდა კითხო მითების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრია. უფრო სწორად გადავამოწმო ეს მითები. მაგალითად, აი არსებობს ბევრი რამ. ერთ-ერთი გახლავთ, აი ეს პოზა, რომ მე რომ ახლა ვიჯდე და თქვენ ამ პოზით გისმინოთ, მითია თუ რეალობა არ ვიცი, მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ, რომ მე არ მაინტერესებს თქვენ რას საუბრობთ, ეს ერთი. თუ მივეყრდნობი ბოლომდე, ზარმაცი და ცოტა ესეთი უქლარა გამოვჩნდები, ეს მითიც მსმენია. ასევე, როდესაც გესაუბრებით, თუ მარჯვნივ დაბლა ჩავიხედე, ესე იგი რაღაცა ტყუილს ვეძებ, ვამზადებ თქვენთვის, თუ მარცხნივ დაბლა, რაღაცას ვიხსენებ და არაფერსაც არ ვიტყუები. ამათგან იყო რამე რეალური, თუ მითია ყველა? ნაწილობრივ ერთი იყო თითქმის რეალური. ნახეთ, ყველაფერს აქვს კონტექსტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ავიღოთ კონკრეტული ინდიკატორები ესეც ალსახად. იგივე როცა ვლაპარაკობთ ალან და ბარბარა პიზზე, ამას ჩვენ თითქმის არ ვეხებით ჩვენს ტრენინგებზე, იმიტომ რომ ეს გარკვეულ დაბნევასაც იწვევს ადამიანებში. თავარი არის ბუნებრივი მდგომარეობა. ამას ჩვენ ვეძახით baseline-ს, ანუ რა არის თქვენთვის კომფორტული. შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ის ნიშანი, რაც ჩვენ აქამდე გვსმენია, რომ ნიშნავს ტყუილს,
ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა იყოს. მაგალითად, ხშირად გამიგია, რომ ეს მიაჩნიათ ტყუილის ნიშნად, ხო? ისევე რაც თქვენ თქვით, ანუ ჩაკეტილი სხეულის ენა. ზოგადად ჩაკეტილი სხეულის ენა და ეს ბევრნაირად გამოიხატება ხელები, ფეხები, ბევრნაირი კომუნიკაციის საშუალება არსებობს ამ ჩაკეტილობის, მაგრამ კი ეს მიანიშნებს ტყუილს სტრესს, თუმცა შეიძლება ეს იყოს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა. ანუ ვიდრე მე დასკვნას გავაკეთებ, მნიშვნელოვანია რომ დაგაკვირდეთ, შეგისწავლოთ, ნახო რა, როგორ გამოიყურებით მაშინ, როცა არ ღელავთ, როცა არ ტყუით, როგორ გამოიყურებით, როგორ ჟღერთ, როგორი სხეულის ენა გაქვთ და ამასთან მიმართებაში ნებისმიერი გადახვევა უკვე არის ადგილი, სადაც ჩვენ ვეძებთ ტყუილს. ანუ ეს შეიძლება ადამიანის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა იყოს. თუმცა თუ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ჩაკეტილობას, ტყუილს და შეიძლება ეს იყოს სტრესიც. ანუ ყველაზე რთული რაც არის ხოლმე ხშირად, აი პოლიგრაფზე როცა გავდივართ მომზადებას ტყუილის დეტექტორზე ეგრეთ წოდებულზე, იქაც კი ეს გამოწვევა არის ხოლმე, რომ ადამიანებმა გაარჩიონ რა არის ტყუილი და რა არის ნერვიულობა, სტრესი. ამიტომ ეს ნაწილობრივ მითია, ნაწილობრივ რეალობა. თავარი არის კონტექსტი. რაც შეეხება ჯდომის მანერას, აქ მთავარი ფაქტორი არის თქვენი ტორსი. ანუ ლაშა, მოდი არ გამინძრევი და აი შემაფასეთ დარწმუნებული რომ ჩემს ბევრ კოლეგასაც აინტერესებს. თქვენი შეფასება დაიწყო, მაგრამ სანამ ჩვენ შევხვდებოდი, დაიწყო თქვენთან საუბრით, ვერბალური სხვათა შორის, მეორე ნაწილი იყო აქ შეხვედრა და წინასწარი საუბრები. ყველა საინტერესებს ეს და ეს ნობის მოყვარეობა ბუნებრივი ამბავია. ხო, ჩაკეტილი ნამდვილად არ ხართ, ბუნებრივი ხართ ამ სიტუაციაში, თავდაჯერებული ხართ, შესაბამისად ის ყველაფერი, რაც თქვენ თქვით, მითია სრულიად. ტორსის გადმოხრა თქვენი მეტყველებს იმაზე, რაზეც ახლა საუბრობდი, რომ თქვენ ჩართული ხართ და დაინტერესებული ხართ თემით, ანუ ეს არ არის. თუმცა ზედმეტად უკვე აგრესიას იწვევს, ხო? აი ზედმეტად თუ გადმოვიხრები. ხო, ნუ არსებობს რაღაც დისტანციები და ზონები. არა, არსებობს პირადი დისტანცია და პირადი სივრცე. ნახეთ, თქვენ შემთხვევაშიც და ზოგადად ეს ტორსის გადმოხრა არის ნომერ პირველი ინდიკატორი. მედიის ნაწილში, განსაკუთრებით ეთერებში, ხო, ანუ ძალიან ხშირია ხოლმე, რომ რუტინა ხდება წამყვანებისთვის ეს ყველაფერი და ყველა თემა არ არის მათთვის ერთნაირად საინტერესო. ამიტომ ხშირად ნახავთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრ რესპონდენტთან იგივე წამყვანების ხედან ტორსით უკან. ანუ ეს ჩემთვის მაგალითად როგორც რესპონდენტისთვის ინდიკატორია, რა თემა გაინტერესებთ, რაზე შეიძლება რომ გადავიტანოთ თქვენი ყურადღება. ხო არ არის რაიმე რაც თქვენთვის რაღაცა არ არის კომფორტული მოსასმენი, ხო? იგივე შემიძლია თქვა ფეხებზეც, იმიტომ რომ ესეც ჩაკეტილი ჟესტია კლასიკურად, მაგრამ ხო, რამოდენიმე გადაცემა ვნახე და ეს ხშირად გაქვთ ხოლმე და ამიტომ ბუნებრივი მდგომარეობა. ხო, ხშირად არ გვაქვს უფუნება იმისა, რომ შევისწავლოთ ადამიანების წინასწარ და ამიტომ გვაქვს რამოდენიმე წუთი იმისთვის, რომ შევაფასოთ ძალიან სწრაფად. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მითი გავრცელებული ალბათ არის თვალებში ყურება და სიმართლე. აი ამაზე მინდოდა მეკითხია. ძალიან ბევრი ამბობს, რომ თუ თვალებში გიყურებთ ადამიანი, ის სიმართლეს გეუბნებას და ითხოვენ კიდევაც ამას კომუნიკაციაში, რომ აი შემომხედე და ისე მითხარი, ხო? რეალურად ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტყუილთან და რატომ? პირიქითაც არის, რაც უფრო მეტად გიყურებენ ადამიანები თვალებში. მოდი სხვანაირად ვთქვათ, რაც უფრო მეტად გატყუებენ, მით უფრო მეტად ეშინიათ, რომ არ გამოიჭიროთ ამ ტყუილში. ეს არის ჩვენი არაცნობიერი და გაკვირდებიან. ხომ არ დაიჭირეთ რაიმე ადამიანების ტყუილში. შემდგომ ეს შიშით განპირობებული ემოცია არის და თუ გიყურებენ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მართლაც გეუბნებიან და ხშირად ეს სრულიად პირიქით არის. კი ბატონო. აი მზერიდან გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. აი ვთქვათ, მივდივართ საქმიან შეხვედრაზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულიც ვჩანდეთ, სიმპათიაც დავიმსახუროთ და ასე შემდეგ და ვცდილობთ გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს სხეულის ენაზე. რა უნდა გავითვალისწინოთ და აი პირველი აი მზერაზე გამახსენდა. ეს თვალებში ყურება ვიცი რომ ამ დროს საქმიანი შეხვედრების დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ რა დოზით ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ თვალს თუ არ მოწყვეტ, ესეც შეიძლება დისკომფორტის შემქმნელი იყოს, ხო? მოვედი შეხვედრაზე თქვენთან. რას მიაქცევთ ყურადღებას და რა უნდა გავითვალისწინო, როგორ უნდა მოვიქცევთ თქვენ? მართალია, თვალს თუ არ მოწყვეტ, ესეც შეიძლება დისკომფორტის შემქმნელი იყოს. ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის ამას ვეძახით mirrorings. ანუ როცა ირეკლავ ადამიანების სარკის ეფექტი. რაც რამოდენიმეჯერ გავაკეთებ გამსაუბრში, ხო? ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ და ვიმეორებთ ადამიანის ნათქვამს, ან თუნდაც მის სხეულის ენას, ვუქმნით ძალიან
განცდას იმისა, რომ ერთ ალღაზე ვართ. ანუ მე თუ თქვენნაირად მოვიქცევი და ვისაუბრებ, თქვენ არაცნობიაში გექნებათ იმის განცდა, რომ მე და თქვენ ერთ და იგივე ვართ. და თქვენ როგორც წესი უნდა მოგწონდეთ თქვენი თავი. ამიტომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. მეორე ეს არის კიდევ ერთხელ სრულიად არავერბალური თავდაჯერებულობის ნაწილს რაც შეეხება, როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს. გააჩნია კიდევ ერთხელ შეხვედრას და კონტექსტს. მაგალითად, თუ ეს არის საქმიანი შეხვედრები, ძალიან ხშირი შეცდომა არის ხოლმე, როდესაც ერთი გუნდი, როგორც წესი მარტო არ დადიან საქმიან შეხვედრებზე, 2 ან 3 ადამიანი მიდის სხვა ორგანიზაციაში და ხდებიან ხოლმე მაგიდის საპირისპირო მხარეებში. მე მაგალითად ყოველთვის უწევ რეკომენდაციას, რომ გაფანტონეს პოზიციები აერიონ ერთმანეთში, იმიტომ რომ აი ეს ოპოზიტური ჯდომაც კი ქმნის რაღაცა დაძაბულობას და როგორ თქვა, ბოლომდე ესეთი მიმღებლობა აღარ აქვს თქვენი როგორც სხვა შემთხვევაში. აი ეს პირისპირის ხდომას გულისხმობს. ამიტომ როცა ვერტიდან ზიხარ, უფრო ვთქვათ, პოზიტიური პერსეფცია არის შენ შესახებ. თავდაჯერებულობისთვის ბევრი რაღაც არის, რაც უნდა გააკეთო ადამიანმა და ასევე რაც უნდა თქვა. ძალიან გავრცელებული შეცდომები თუ ახლა გავაერთიანებთ ამ საქმიან შეხვედრებს და ასევე შემოვიტანთ გასაუბრებებს სამსახურებრივს, ძალიან ბევრი შეცდომა არის სწორედ იმაში თუ რას ვამბობთ ხოლმე და ამ ნაწილში შემოდის, როდესაც ჩვენ ყოფილ დამქირავებელზე, ყოფილ სამსახურზე ვსაუბრობთ ნეგატიურად ან დაბნეულად, ხო? პაუზები, საუბარს რაც შეეხება მუნჯი ბგერები, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ არ ხართ თავდაჯერებული, არ ხართ მზად. ამიტომ აი ეს გაწერილი ბგერები, ხშირად თქვენ ალბათ აწყდებით ამას რესპონდენტებში, როდესაც უცებ რაღაც საკითხს აკეთებინებთ კომენტარს, ესეც არის ის, რაც უნდა ავირიდოთ იმისათვის, რომ გამოჩნდეთ თავდაჯერებულად. არა და სტანისლავსკის თუ დაუჯერებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პაუზა, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად იცნობა. სტანისლავსკის თუ დაუჯერებთ, ნამდვილად ეგრეა და უნდა დაუჯეროთ, იმიტომ რომ მისი გარდასახვის ხელოვნება ზოგადად აი ჩვენც ვეხებით ხოლმე ამ თემებს, როცა ვლაპარაკობთ სხეულის ენაზე. ნახეთ, პაუზა როცა ვსაუბრობთ, ეს არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი მოახდინო ადამიანებზე გარკვეული გავლენა. მისცი ადამიანებს დრო გაიაზრონ თუ რა უთხარი და რაღაც ერთგვარი მხატვრული გაზვიადება არის საუბარში პაუზა, რაც ძალიან ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში და ზოგადად სპიჩებში, პრეზენტაციებში პაუზა ძალიან მაგარი ინსტრუმენტია და ასევე თავდაჯერებულობის ნაწილში ადამიანი, რომელიც სწრაფად საუბრობს პაუზების გარეშე, უფრო ნაკლებად თავდაჯერებულად აღიქმება, ვიდრე ის, ვინც იყენებს პაუზებს. მაგრამ პაუზა და მუნჯი ბგერა სხვადასხვა რამ არის. ანუ მე თუ ხშირად და მუს ვიყენებ და ამ ბგერებს ხშირად გამოცემ, ეს გასცემს იმის სიგნალს, რომ მე არ ვარ თავდაჯერებული, არ ვარ მზად, რაღაცაზე ვღელავ, რაღაც დისკომფორტი მაქვს და ეს უკვე ქმნის ამ განცდას. კი ბატონო. ლაშა, ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, თქვათ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა შეცდომა არ უნდა დაუშვათ. მაგრამ რეალურად რამდენად მართვადია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი თქვათ შევედი შეხვედრაზე, ან ნებისმიერ მეგობარს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა. პირველი რაღაც პერიოდი შეიძლება გავაკონტროლო ეს, ხო, რომ აი მოდი ხელი ზედმეტად არ ვიქნიო, რაღაცა არ ჩავიკეტო, არ გავაკეთო, მაგრამ რამდენად შეუძლია ადამიანს ან რამდენი წუთის განმავლობაში შეუძლია რომ აკონტროლოს ეს სხეულის ენა? ადამიანს შეუძლია აკონტროლოს სხეულის ენა შეზღუდული დროით. ფერმა ეს არ იცის, მაგრამ მიუხედავად სამსახიობო ოსტატობისა, ძალიან ცოტას შეუძლია რომ დიდხანს შეძლოს მართოს საკუთარი სხეულის ენა. იმიტომ რომ ჩვენ ტვინში ამ დროს, ჩვენ კოგნიტურ პროცესში ძალიან ბევრი რამ ხდება, როცა ვტყუით, ხო? ჩვენ ვფიქრობთ ნამდვილ ამბავზე, ვიგონებთ ტყუილს, ვაწყობთ ფაქტებს, ვაკვირდებით ცხებს, იჯერებენ თუ არა ამ ტყუილს და შესაბამისად ამ დროს ჩვენი ტვინი იტვირთება მარტივად რომ ვთქვათ და ისვრის სიგნალებს, რასაც უკვე ჩვენ ვეძახით ინდიკატორებს ტყუილის. მიჩნეულია რომ დაახლოებით 5-6 წუთი არის ის დრო, რომლის განმავლობაში შეუძლია ადამიანს აკონტროლოს მისი სხეულის ენა. არის გარკვეული დეტალები არავერბალურში, რომელსაც არ ეხება დრო და სხვა ეს შეზღუდვები. ესეთი არის მაგალითად მიკროექსპრესიები. ანუ თუ სხეულის ენის კონტროლი შეზღუდულია, ლიმიტირებულია, მიკროექსპრესიას საერთოდ ვერ გააკონტროლებთ. ეს არის ბუნებრივი თქვენი პროექცია, სახის კუნთოვანი კონფიგურაცია, რომელიც კონკრეტულ ემოციაზე აფიქსირებს თავის თავს და ამას ჩვენ როგორც წესი ვერ ვაკონტროლებთ ხოლმე. კი ბატონო. ლაშა, თქვენ პროფესიულად მუშაობთ ამ მიმართულებით და დაინტერესებულ ადამიანებს სხეულის ენის, ასე ვთქვათ, წესებს აცნობთ და საინტერესოა ეს, რომ პროგრამა დაყრდნობილია, როგორც ვიცი, სპეცსამსახურების და დაზვერვის გამოცდილებაზე და არა, ვთქვათ, ბიზნეს სახელმძღვანელოებზე და ასე შემდეგ. რატომ?
რას გვაძლევს ეს? ბევრს გონია რომ ეს იმიტომ რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ და რაკეთ 16 წელია ვასწავლით სპეცსამსახურულ საკითხებს, სამხედროებს, მათ შორის სამართალდამცავებს, დიპლომატებს, უფრო ახმული ვართ უსაფრთხოების დარგებთან. არის ესეთი პერსეფცია, რომ ჩვენ გარკვეულწილად აქედან ამოვედით. თუმცა რეალური მოტივი ამის არის შემდეგი. ნახეთ, ბიზნეს გარემოში, როდესაც ისწავლება მოლაპარაკებების სხეულის ენა, ეს ყველაფერი გაცილებით დაბალ ფასს ატარებს, ვიდრე მაგალითად სპეცსამსახურებში. როდესაც სპეცსამსახურებში იგივე ანტიტერორისტული მიმართულებით გადიან სწავლებას და აქ მთავარი ფასი არის მაგალითად ტერორისტებთან მოლაპარაკებების შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე, ეს გაცილებით უფრო რთული და უფრო კომპლექსური სწავლება, ვიდრე მაგალითად რასაც ასწავლიან დაზღვევის სფეროში ან უბრალოდ გაყიდვების სფეროში. მეორე ნაწილი ეს არის დაზვერვის მიმართულება. დაზვერვაში ერთ-ერთი მთავარი ადამიანური ფაქტორების, ასე ვთქვათ, მიმართულება ეს არის გადაბირება, გადაბირებისგან პრევენცია. ყველაზე რთული მოლაპარაკება კიდევ რაც შეიძლება დავასახელოთ, ეს არის, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს იბიებს, ანუ რამხელა ფასი აქვს აი რაღაც რამოდენიმე წუთიან კომუნიკაციას, რომელიც თუ არასწორად წავიდა, შეიძლება ძალიან დიდი გლობალური სკანდალი გამოიწვია, ხო? ამიტომ ჩვენ ამოვედით არა სტანდარტული თუნდაც საერთაშორისო აღიარებული რაღაც მეთოდოლოგიიდან, არამედ იქიდან რაც რეალურად ვიცით რომ მუშაობს და თანაც გარდა იმისა რომ ეს არის სპეცსამსახურულ დისციპლინებზე დაფუძნებული, ეს არის სრულიად ლოკალური და ქართული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ გვესმოდეს ყველა შეხვედრაზე, ყველა მოლაპარაკებაზე კულტურათა შორისი სხვაობები, ანუ ის რაც ვალიდური არის პირობითად ამერიკელისთვის, ჩინელისთვის, ძალიან განსხვავდება ჩვენთვის. იგივე ახლო აღმოსავლეთის სხეულის ენა სრულიად სხვა რამეს ნიშნავს და ჩვენთანაც სხვა. ამიტომ კულტურული სხვაობები ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში. რომელზეც ცალკე კიდევ ცვლად შეიძლება საუბარი. მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ სტუმრობისთვის. მაქვს იმედი რომ ჩვენს მაყურებელს გამოადგება ის რაც შეიტყო ჩვენს დღევანდელ რუბრიკაში. ლაშა პატარაია იყო ჩვენი სტუმარი, სიცრუის თეორიის ავტორი და ამ თემაზე კიდე ცალკე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ჩვენს რუბრიკაში. გამშვიდობებით და ყველას წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ლანა, დიდი მადლობა შენ სტუმარს.